კვლევები და შეფასება. ეს არის შემდეგ თითოეული ეს თავი საკმაოდ ფართოდ ახლო შეხება, რომელიც უწყების პასუხისმგებელი ვართ, რომ აი ეს პაკეტი მზად იქნება ურად ამუშავება ცხოვრებაში, მოგცემს ქვეყანაში თანდათანობით მწეველ ყველაზე უფრო საერთაშორისოდ მოგეხსენებათ აპრობირებული ასტარ მადლობას გიხდით თანამშრომლობით. მოგესალმებით ყველას. მადლობას გიხდით მოგზანებისთვის და ყურადღებისთვის ამ ნამდვილად მნიშვნელოვანი თემისთვის, რომლის შესახებაც მინდოდა მოკლედ მომეხსენებინა და თქვენი სურვილის და დაინტერესების შემთხვევაში მე ვრცელ პრეზენტაციას წარმოგიდგენთ. საკითხი ეხება საქართველოში თამბაქოს მოხმარების კონტროლს. რას მოიცავს, მე ვესწრები რომ მოკლედ ძირითადი მომენტები მოგახსენოთ და ამ საკითხის ზოგადად მნიშვნელობა. პრეზენტაციაში თქვენ დეტალებში და ციფრებში ნახავთ რამდენად ხშირად ჩვენი ყურადღების მიღმა რჩება, საზოგადოების ყურადღების მიღმა რჩება ის ზიანი, რასაც საზოგადოებას აყენებს თამბაქოს მოხმარება და ყველაზე ერთ-ერთი ყველაზე საყურადღებო და მნიშვნელოვანი არის, რომ ეს ზიანი თითქმის თანაბრად ნაწილდება მასზეც, ვინც თვითონ არ მოიხმარენ თამბაქოს, მაგრამ ხდებიან ისეთ ცხოვრობენ ისეთ ოჯახებში, სადაც ბავშვად მშობელი ეწევა ბავშვები და ხდებიან ისეთ გარემოში საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილას, მაგალითად დაწესებულებებში, ასე შემდეგ, სადაც ხდება ეწევიან, მაგრამ თვითონ არა. ანუ პასიურ მწვერვალებზე თითქმის იგივე ზიანი ვრცელდება, რაც აქტიურ მწვერვალებზე. ამიტომ ეს არ არის მხოლოდ საქართველოს პრობლემა, რა თქმა უნდა, ყველა სახელმწიფო თავისებურად ზრუნავს ამ თემაზე, ამ თემის მოგვარებაზე და არსებობს საერთაშორისო კონვენციები, სადაც გაწერილი არის ძირითადი სტრატეგია და ძირითადი რეკომენდაციები, როგორ უნდა მოხდეს ამ საკითხის მართვა. საქართველოს მიერთებული არის ამ კონვენციაზე, მაგრამ სამწუხაროდ ყველა მისი მოთხოვნის შესრულება და კონტროლის განხორციელება არ ხდება. ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივით შეიქმნა თამბაქოს კონტროლის სამთავრობო კომისია, რომლის პირველი სხდომად შედგა გუშინ, ჩამოყალიბდა სამოქმედო გეგმა და დღეიდან ამ გეგმის განხორციელება უკვე იწყება. გეგმა თავის თავში მოიცავს ძირითადი სტრატეგიის სტრატეგიის დეტალების ადაპტაციას საქართველოს პირობებისათვის და თვის ბოლოს ერთიანი სტრატეგიული გეგმის ამუშავებას. თუმცა ეს არნიშნავს, რომ ეს ერთი თვე არაფერი არ მოხდება და ყველაფერი დაიწყება ერთი თვის მერე. ამ ერთი თვის განმავლობაში უკვე აქტიური ნაბიჯები იქნება გადადგმული და ამას ყველა თქვენთაგანი დაინახავს. ეს არ არის მარტივი თემა, რაც არ უნდა ცალსახად იყოს აღიარებული, რომ თამბაქოს მოხმარება მავნებელია. ეს არის რამდენიმე მიმართულების საკითხი, როგორიც არის იურიდიული, ამას აქვს შეხება კერძო ბიზნესთან, გარდა საკუთრივ ჯანმრთელობითი ნაწილებისა, ამას აქვს შეხება ეკონომიკასთან, ამას აქვს შეხება თვითონ საზოგადოების ცხოვრების წესთან და ჩვევებთან, ასე რომ ერთიანი ინტეგრირებული სისტემური მიდგომის გარეშე ამ პრობლემის მოგვარება რთული ან პრაქტიკულად შეუძლებელი იქნება. მაქვს პატივი ვთხოვო ბატონ ამირან გამყრელიძეს, რომ აი ამ სტრატეგიული გეგმის ძირითადი პუნქტები გაგაცნოთ თქვენ და თქვენი საშუალებით საზოგადოებას. დიდი მადლობა. როგორც ბატონმა დავითმა მოგახსენათ, დღეს მნიშვნელოვანი დღეა, თან დაემთხვა მოგეხსენებათ 29 მარტი ყოველწლიურად 96 წლიდან აღინიშნება საქართველოში როგორც საქართველოს თამბაქოს გარეშე. მოგეხსენებათ წლის განმავლობაში 2 დღეა მიძღვნილი, ერთი ჩვენი ეროვნული და მეორე გახლავთ 31 მაისი, რომელიც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ არის დაწესებული თამბაქოს გარეშე მსოფლიო დღე. ჩვენთვის 29 მარტი გახლავთ ასეთი და წლევანდელი წელი აღინიშნება სლოგანით თამბაქო და ორსულობა. ეს სლოგანი არჩეული იქნა იმასთან დაკავშირებით, მოგეხსენებათ ყველას თამბაქოს ზიანი ზოგადად ჯანმრთელობისთვის, მაგრამ განსაკუთრებული ზიანი ქალბატონებისთვის და განსაკუთრებული ორსული ქალბატონებისთვის, რამე თუ ნიკოტინს პირდაპირ თქვათ დამაზიანებელი
მოქმედება აქვს როგორც ქალბატონზე, ისე რა თქმა უნდა ნაყოფზე. და ამას დაემთხვა, რაც ბატონმა დავითმა მოგახსენათ, რომ სწორედ გარკვეული დამთხევაა, რომ გუშინ გაიმართა პირველი სამთავრობო კომისიის ხდომა. ამ სამთავრობო კომისიის მოგეხსენებათ სამდივნოს წარმოადგენს ჩვენი ცენტრი დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი. ამიტომ ცენტრში მზადდება დღეს მომზადებულია და გუშინ სამთავრობოს ხდომაზე წარდგენილი იქნა 5 წლიანი სამოქმედო გეგმის პირველი ვთქვათ ვერსია, რომელიც სამთავრობო კომისიის წევრებს და მოგეხსენებათ სამთავრობო კომისიის წევრები გახლავან პირველი პირები ჯანმრთელობის, სოფლის მეურნეობის, ფინანსთა, ეკონომიკის, გარემოს, განათლების, სპორტის სამინისტროების არ მინდა ვინმე გამომრჩეს და კომისიას მოგეხსენებათ ხელმძღვანელობს თვითონ პრემიერი და გუშინ მოხდა პრეზენტაცია პირველი ვერსიისა სამოქმედო გეგმის სტრატეგიის პრინციპებისა და ასევე ერთი თვის განმავლობაში ამ ორ მნიშვნელოვან დოკუმენტს მიეცემა საბოლოო სახე, რომელსაც შემდგომ მიიღებს სამთავრობო კომისია და დაამტკიცებს მთავრობა. მანამდე რა თქმა უნდა თითოეული უწყება და შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, როგორც ბატონმა დავითმა მოგახსენათ, რომელიც თითოეული სამინისტროს წარმომადგენელი და ასევე რამოდენიმე საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები იქნებიან ჩვენთან ერთად ამ სამუშაო ჯგუფში, რათა ამ ერთი თვის განმავლობაში დაიხვეწოს სამუშაო გეგმა, სტრატეგია და რაც თავარია მომზადდეს და მომზადებულია მათი ასევე პირველი ვერსიები მთელ რიგ კანონმდებლობაში, ცვლილებების და რეგულაციებში ცვლილებების შეტანის თვალსაზრისით. ამ სამოქმედო გეგმის ძირითადი პრინციპები გახლავთ შემდეგი. ყველაზე მნიშვნელოვან ღონისძიებებს ჩამოგითვლით მე. თამბაქოს კონტროლის სამთავრობო კომისიის ფუნქციონირება, როგორც მოგახსენეთ, თამბაქოს ინდუსტრიის ჯანდაცვითი გადაწყვეტილებების მომზადების, მიღებისა და დანერგვის პროცესში დაუშვებლობის შესახებ ნორმატიული აქტის მიღება, თამბაქოს ყველა სახის ნაწარმზე სააქცისო გადასახადის პერიოდულად მატება, საგადასახადო კოდექსში შესაბამის ცვლილებების მომზადება, თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონში ცვლილებები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში და ასე შემდეგ. სულ 12 თქვათ თავარი ესეთი ღონისძიებათა თავი არის ამ გეგმაში. პირველი ეს არის თამბაქოს კონტროლის ღონისძიებების კოორდინაცია და მართვა, მეორე თამბაქოს ნაწარმზე მოთხოვნის შემცირების ღონისძიებები, თამბაქოს კვამლის მავნე ზემოქმედებისგან დაცვა, თამბაქოს ნაწარმის შემცველობის რეგულირება და ნაწარმის შესახებ ინფორმაციის გამჟღავნება, თამბაქოს ნაწარმის შეფუთვა და მარკირება, განათლება, კომუნიკაცია, ტრეინინგი და საზოგადოებრივი შეგნების ამაღლება, თამბაქოს რეკლამირება, პოპულარიზაცია და სპონსორობა, თამბაქოს დამოკიდებულების და მოხმარების შეწყვეტასთან დაკავშირებული თამბაქოზე მოთხოვნის შემცირების ღონისძიებები, თამბაქოს ნაწარმით უკანონო ვაჭრობა, თამბაქოს ნაწარმის არასრულწლოვნების მიერ შეძენა და ან მათთვის თამბაქოს ნაწარმის მიყიდვა, თამბაქოს ინდუსტრიის პასუხისგებლობა, კვლევები და შეფასება. ეს არის 12 ვთქვათ განყოფილება, ასე ვთქვათ, თავი სამოქმედო 5 წლიანი სამოქმედო გეგმისა. შემდეგ თითოეული ეს თავი საკმაოდ ფართოდ არის ჩამოშლილი და სამოქმედო გეგმაში გაწერილია თუ თითოეულ ვთქვათ პუნქტთან და თავთან დაკავშირებით რომელ უწყებას აქვს ყველაზე ვთქვათ ახლო შეხება, რომელი უწყების პასუხისგებლობა იქნება ამა თუ იმ საკანონმდებლო თუ მარეგულირებელი აქტის მომზადება და ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ აი ეს პაკეტი მზად იქნება უახლოესი 2 კვირის განმავლობაში უკვე სრული პაკეტი იმ შენიშვნების გათვალისწინებით, რაც გუშინ დაურიგდათ ამ დოკუმენტთან დაკავშირებით თითოეულ უწყებას. სამუშაო ჯგუფი იმუშავებს ინტენსიურად და დარწმუნებული ვართ, რომ თქვათ ამ ღონისძიებებიც, რაც ჩამოთვლილია სამოქმედო გეგმაში და რაც გაწერილი იქნება ასევე სტრატეგიაში, მათი რეალურად ამუშავება ცხოვრებაში მოგცემს სერიოზულ შედეგებს და უმთავრესი შედეგი მოგეხსენებათ გახლავთ ის, რომ უნდა შემცირდეს ქვეყანაში თანდათანობით მწვერვალთა რიცხვი და ამ მწვერვალთა რიცხვის შემცირების ყველაზე უფრო საერთაშორისოდ მოგეხსენებათ აპრობირებული ღონისძიება არის სხვადასხვა ამგრძალავი ღონისძიებები, სხვადასხვა საჯარიმო სანქციები, ძნელად ხელმისაწვდომობა განსაკუთრებით ახალგაზრდებისთვის და მოწაფეებისთვის თამბაქოზე და ასე შემდეგ მრავალი.
აი ყველაფერზე ამასთან დაკავშირებით რა თქმა უნდა უმნიშვნელოვანესი იქნება იქ სამუშაო ჯგუფში აუცილებლად არის ჩაწერილი რომ უნდა იყოს მედია წარმომადგენლობა რათა ეს მუშაობის პროცესი გაშუქდეს რაც შეიძლება მაქსიმალურად რამე თუ თამბაქოს კონტროლის ღონისძიებათა გაძლიერებაში ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოებრივი კონსენსუსი და ძალიან მნიშვნელოვანია მოგეხსენებათ ხალხი მოსახლეობის საგანმანათლებლო მუშაობა, სადაც თქვენ მედიას აქვს განსაკუთრებული როლი და წინასწარ მადლობას გიხდით თანამშრომლობისთვის და იქნება განსხვავებული ეს ახალი რეგულაციები და შეიძლება თუ არა რომ სიგარეტის ფასი გაიზარდოს მკვეთრად, აი ამაზე რა თქვით და ზოგადად რა მდგომარეობაა საქართველოში თამბაქოს მოხმარების თვალსაზრისით? ზოგადად საქართველოში თამბაქოს მოხმარების თვალსაზრისით ბატონმა ამირანმა მოკლე სტატისტიკა მწვეველი, არამწვეველი და ფატალური გამოსავლების რაოდენობა უკვე მოგახსენათ. დანარჩენი უკვე არსებული რეგულაციებიდან მოგახსენეთ უკვე რომ საქართველოს მიერთებული არის ამ კონვენციას, საერთაშორისო კონვენციას, მაგრამ რეგულაციების გარკვეული ნაწილი, მოდით ესე ვთქვათ, არ სრულდება მათი შესრულებაზე კონტროლი არ ხორციელდება. სტრატეგიის ერთ-ერთი ნაწილი არის ამ კონტროლის გაძლიერება, რა თქმა უნდა, რომ მიღებული და აღიარებული რეგულაციები დაცული იყოს. რაც შეეხება თვითონ თამბაქოს ნაწარმის გაძვირებას. ეს არის თემა, რომელსაც სიტყვა გაძვირება ყოველთვის ასოცირდება ხოლმე რაღაც სხვა ეკონომიკურ და ესეთ მოვლენებთან. დიახ, ეს მოსალოდნელი არის, ოღონდ ეს იქნება სტრატეგიულად გაწერილი ფინანსისტებთან, ეკონომისტებთან ერთად, რა როგორ რანაირად და ეს არ იქნება უეცარი იმპერატიული და თამბაქოს ინდუსტრიისთვის მოულოდნელი გადაწყვეტილება.